უნდა დავამატო, რომ თქვენ ხართ ახალი საერთაშორისო წარმომადგენელი, ასე რომ დასაწყისისთვის გილოცავთ. დიდი მადლობა. თქვენ დაგავალეს ამ როლის შესრულება. მინდა დავიწყო იმ მრავალ საფრთხეზე, რომელიც ახლა ისრაელს ემუქრება და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვთ. და ცხადია, უნდა დავიწყოთ ბოლო მოვლენებით, ეს კი ირანია. ვიცით რა დაძაბულობა ამჟამად ჰორმუზის სრუტეში. ვიცით შეერთებული შტატების პასუხი და ვიცით, რომ ცეცხლის შეწყვეტა საკმაოდ მყიფედ გამოიყურება. ისრაელი ამჟამად დიპლომატიურ პროცესში ჩართული არ არის, მაგრამ გითხარით, როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები, თუ სამხედრო ოპერაციები ძალიან მალე განახლდება? კარგი, ესე რომ ცხადია ბოლო რამდენიმე წელი, თითქმის 3 წელი ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ სხვადასხვა ფრონტზე და სხვადასხვა საფრთხის წინააღმდეგ. ასე რომ თუ დაგვიძახებენ, ან დაგჭირდება კიდევ ერთი შესვლა. ბრძოლაში ან თუ რამე მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება მოქმედებისთვის, სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოგცემს მითითებას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც დაგვჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შევძლებთ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ, რასაც ჩვენგან მოითხოვენ. და იმ საფრთხეებს, რომლებიც ბოლო წლებში განვითარდა, როცა უკვე თითქმის 3 წელი გავიდა 7 ოქტომბრიდან და როცა ვუყურებთ ჰამასის საფრთხეს, ჰეზბოლას საფრთხეს, რომ აღარაფერი ვთქვათ უთებზე, პლუს, რა თქმა უნდა, ვაფეხას თავად ირანი, მინდა თქვენი შეფასება ამ ეტაპზე რამდენად შეუძლია ისრაელის თავდაცვის ძალებს ქვეყნის დაცვა ყველა ფრონტზე. თუ ტერორი განახლდება და მარიონეტული ძალები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, ვიდრე ეხლა არიან ჩართული, ასე ვთქვათ. დიახ, ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ ჩვენი უსაფრთხოების ზონიდან, ასევე ჩრდილოეთშიც და ასევე ღაზას სექტორთან ან მის გარშემო. და ისრაელის თავდაცვის ძალები არ მისცემენ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საშუალებას, რომ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას შეხდნენ მანამდე, სანამ ისრაელის თავდაცვის ძალებს შეხვდებიან. ასე მოქმედებთ მას შემდეგ. და ბევრი რამ ისწავლეთ 7 ოქტომბრის შემდეგ. და ჩვენ არ მივცემთ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საშუალებას, რომ ჰავი მოიკიდოს არც ისრაელში და არც ისრაელის საზღვრებზე. ასე რომ სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. და სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენი უსაფრთხოების ზონები, რათა ტერორისტული ორგანიზაციები შეეჯახონ ისრაელის თავდაცვის ძალებს და არა ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას საზღვრებზე. ეს ბუფერული ზონები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა იაელ სამირმა მოწოდებით გამოვიდა. ისრაელის თავდაცვის ძალებს მეტი ჯარისკაცი სჭირდება. ეხლა არ შევეხები გაწვევის თავიდანაცილების კანონმდებლობასა და ამ საკითხზე არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას. გვაცანით, რა საჭიროებები აქვს ახლა ისრაელის თავდაცვის ძალებს პერსონალისა და რეზერვისტების მხრივ ამ კრიტიკულ პერიოდში. კარგი, ისრაელი პატარა ქვეყანაა და ისრაელის თავდაცვის ძალები თავად ისრაელის ხალხია, ხოლო ისრაელის ხალხი ისრაელის თავდაცვის ძალები. ასე მუშაობს ყველაფერი ამ ქვეყანაში. და მოგვიწევს ალბათ მომავალში მოგვიწევს გარკვეული გამოწვევების გადალახვა. და დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით გამოსავალს ნებისმიერი გამოწვევისთვის, თუ საუბრობთ ადამიანების რაოდენობაზე და რამდენი იყო რეზერვში. არმია არის ადგილი, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას მოვიდეს და იმსახუროს ნებისმიერ პოზიციაზე. იქნება ეს ქალები თუ მამაკაცები, რელიგიური თუ არარელიგიური და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით. ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ყავს, ვისაც მიზანი აქვს, რომ დაიცვას მისი საზღვარი და ეს განსაკუთრებული ადგილი. ასე რომ ამას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით. მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი იქნება ეხლა ან მომავალში გაწვეული. გონია, რომ ამდენი დროის შემდეგაც კი ბევრ ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს, რომ IDF-ი კვლავაც პოულობს ტერორისტულ გვირაბებს სამხრეთ ლიბანში, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელში შეღწევას ისახავენ მიზნად. და სულ ახლახან გავიგეთ, რომ ღაზაში იყო მცდელობა ხელახლა აეშენებინათ ის ტერორისტული გვირაბები. და ჩვენ ზუსტად ვიცით რა მიზანი ჰქონდათ იქ. დაგვიზიარეთ, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ დაასრულონ იარაღის
ვაზნების და ადამიანების კონტრაბანდა ტერორისტული გვირაბებით და ასევე აღკვეთონ მსგავსი მასობრივი მკვლელობის დაგეგმვა, როგორიც 7 ოქტომბერს ვიხილეთ. ზუსტად ეს არის ბუფერული ზონების შექმნის მიზეზები. ამიტომაც არის ისრაელის თავდაცვის ძალები იქ, რომ დააგვირდნენ და უზრუნველყონ, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეში არ იყოს და ახალი გვირაბები აღარ აშენდეს. და რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდება. ამიტომაც აგრძელებს ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებას ყველა ფრონტზე. იქნება მომავალი საფრთხე, მაგრამ ჩვენ ამას აღარ დავუშვოთ. დიახ, ჩვენ გვაუპოულობთ ინფრასტრუქტურას, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილში და ჩვენ ამას უნკვალდებით. ჩვენ ჩრდილოეთშიც, როგორც ჰეზბოლას, ისე ჰამასის უამრავი ოპერატიული შესაძლებლობა და ბევრი ტერორისტი გავანადგურეთ. და ყოველდღე რაც გადის, ჩვენ უფრო და უფრო მეტ წარმატებას ვახცევთ. რეგიონში კიდევ ერთი ნაწილია, რომელსაც თავისი სირთულეები აქვს და ეს არის დასავლეთ სანაპირო. იყო გარკვეული კრიტიკა ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართ, რომ ისინი საკმარისად მკაცრები არ იყვნენ, განსაკუთრებით იმ დასახლებებში მცხოვრები პირების მიმართ, რომლებიც პალესტინურ სოფლებს ესმოდნენ თავს. მართლა რთულია, მაგრამ რა არის თქვენი პასუხი ესეთი კრიტიკის მიმართ? ზოგ შემთხვევაში არსებობს ბრალდება, რომ ჯარისკაცები ზოგიერთ ინციდენტს თვალს ფუჭავენ. რა ზომები იქნება მიღებული, რომ ეს აღარ მოხდეს? მე ვიცი, დაფასეულობები გვაქვს და რაზე არიან ჩვენი ჯარისკაცები აღზრდილები. მე ვიცი, რომ ჩვენ არ გვინდა ავნოთ არც ერთ უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ტერორში არ მონაწილეობს ან არ ცდილობს რაიმე ფორმით გვავნოს. ძალიან რთულია და მტკივნეულია, როცა ვისმენთ სხვადასხვა ისტორიებს უდანაშაულო ადამიანებზე თუ რამე ხდება. და ეს ძალიან ძნელია. და სიტუაცია ძალიან რთულია აგრეთვე დასავლეთ სანაპიროზე. არსებობს სხვადასხვა ხელისუფლება, სხვადასხვა პასუხისგებლობით, მაგრამ ჩვენ ჯარისკაცებიც იქ არიან, რათა უზრუნველყონ, რომ ხალხმა შეძლოს მშვიდობაში ცხოვრება. და არ მისცეთ უფლება არც ერთ რადიკალს, არც ერთი მხრიდან გააკეთოს ის, რაც ჩვენ არ გვინდოდა რომ გაეკეთებინათ და რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ასე რომ ეს არის ის, რაც მე ვიცი და შემიძლია ვთქვა იმის შესახებ, რაც ხდება ძირითადად. ტერორიზმის საფრთხე, რომელიც მოდის დასავლეთ სანაპიროდან, ასევე რა თქმა უნდა სერიოზული შეშფოთების საგანია აქ ცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ისრაელში, რომლებიც აკვირდებიან ამ მოვლენებს ყველა ამ სხვადასხვა ფრონტზე. არის ერთი ამბავი, რომელზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. ქალებზე არმიის ელიტურ დანაყოფებში. და ვხედავ, რომ თქვენც იღიმით. ძალიან ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, დადასტურდა, რომ ქალმა საბრძოლო დანაყოფის სამხედრო საიერეთ მატკალისთვის მომზადება დაასრულა. ვინც არ იცის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფი არმიაში. აგვიხსენით, რამდენად დიდი მიღწევაა ეს. ეს უპრეცედენტოა და დიდი გამოწვევებია იმ ქალებისთვის, ვისაც სურს ახდეს ამ ელიტური დანაყოფების ნაწილი. დიახ, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველას აძლევს შესაძლებლობას, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. და როგორც თქვი, რელიგიური, არარელიგიური, ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ ჯარისკაცს, ვინც მოდის, კონდეს კარგი ადგილი და თავი კომფორტულად იგრძნოს იქ, სადაც მსახურობს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქალები ისევე იკავებენ საბრძოლო თანამდებობებს და მაღალ თანამდებობებს. და მოხარულები ვიქნებით, თუ კიდევ მეტი ქალი შემოგვიერთდება. ეს ძალიან გვახარებს. დიახ, ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალები, ეს მხოლოდ ერთი ისტორია. საიერეთ მატკალი ძალიან განსაკუთრებული დანაყოფია, მაგრამ ჩვენ გვყავს კიდევ ბევრი ქალი სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პოზიციებზე. იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტ ისტორიას გავასაჯაროებთ, რომ თქვენც ნახოთ. ეს ნამდვილად განსაკუთრებული მიღწევაა. და ბოლოს, როცა ვუყურებთ ამჟამინდელ სიტუაციას, როგორც თქვით, უკვე თითქმის 3 წელი გავიდა 7 ოქტომბრიდან, ეს იყო ტრაუმული პერიოდი მთელი ერისთვის. როგორია თქვენი აზრით მორალი ისრაელის თავდაცვის ძალებში ამჟამად? ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რეზერვისტების საჭიროებაზე. არსებობენ რეზერვისტები, რომლებიც უკვე მესამედან მეოთხედ არიან გამოძახებულები, მრავალი კვირაა დაშორებულები საკუთარ საყვარელ ადამიანებს და იცავენ ქვეყანას. თქვენი ზოგადი შეფასებით, როგორი მორალია ისრაელის თავდაცვის ძალებში ამ ეტაპზე? დიახ, ომის დროს დიდი დრო გავიდა, მაგრამ აქ ისრაელში მცხოვრები ყოველი მოქალაქე აცნობიერებს, რომ ეს ქვეყანა უნდა დავიცვათ. 7 ოქტომბერი თითქოს დიდი ხნის წინ იყო. გარკვეულ თვალსაზრისში ეს მართლაც დიდი დროა, მაგრამ სხვა მხრივ ეს მოკლე პერიოდია. ჩვენ ჯერ კიდევ ტრაუმირებულები ვართ იმ ყველაფრით, რაც მას შემდეგ მოვისმინეთ და ვიხილეთ. მაგრამ ისრაელის ხალხის სული საბოლოოდ იმარჯვებს. ეს ასევე ისრაელის თავდაცვის ძალების ადამიანების სულიცაა.
და ამიტომაც დარწმუნებული ვარ ნებისმიერ გამოწვევას რომელსაც შევხვდებით გადავლახავთ და ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ. ბოლო რამდენიმე წელში ბევრი ვისწავლეთ. ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, ისეთი რაღაცები რაც შეიძლება ვერც კი წარმოგვედგინა რომ ერთდროულად მოხდებოდა და ბევრი რამ მივახციეთ. ჩვენაც კი გვისაუბრია იმაზე, რაც ათასობით კილომეტრით აქედან მოხდა იქ მიღწეულ წარმატებებზე. მაგრამ კი ბევრი რამ მოხდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი განსაკუთრებული სულისკვეთებით, ხალხით და ქვეყანით ყველაფერს გავუმკლავდებით, რაც არ უნდა შეგვხვდეს. და კი, ჩვენ ისევ გვაქვს мотиваცია, რომ ეს ქვეყანა ესეთად შევინარჩუნოთ. ძალიან მადლობა გიხდით, რომ სტუდიაში მოხვედით და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ როლში. დიდი მადლობა ისრაელის თავდაცვის ძალების ახალ საერთაშორისო პრეს-სპიკერს, ლეიტენანტ პოლკოვნიკ არიელა მაზორს. მადლობას გიხდით, რომ სტუდიაში მოხვედით. მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.